Tá deixando o Ilha falar por você, é isso? მოგესალმებით ყველას. მადლობა დღეს მობრძანებისთვის. სანამ ამ ყველაფერს დავიწყებ, მინდოდა დამიანონსებინა, რომ Crypto.com-მა $1 მილიონი გამოყო UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების ბონუსებისთვის. ასე რომ ის ბიჭები, რომლებიც თეთრ სახლში საღამოს საუკეთესო ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას, $600,000 გაიყოფენ. გილოცავთ ბიჭებო. ვის აქვს პირველი კითხვა? დავიწყოთ ჩემპიონი ილია თოფურიათი. ცხადია, ბევრი ადამიანი იბრძოდა ამ ადგილისთვის, რომ ყოფილიყო ამ ისტორიული კარდის მთავარი პერსონა. რას ამბობს ეს შენზე, რომ UFC გენდობა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის და ისტორიული მომენტისთვის? სიმართლე გითხრა, არ ვიცი, რას ამბობს ეს ჩემზე. მე უბრალოდ ძალიან მადლიერი ვარ. მადლობელი ვარ დანასი და ყველასი, ვინც ჩართული იყო ამ ღონისძიებაში, რამაც მომცა ეს უზარმაზარი შესაძლებლობა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის მადლობა და ამას ნამდვილად ვაფასებ. შენს მოპირდაპირედ კი ჯასტინ გეიჯია. ცხადია ერთ-ერთი, ან შესაძლოა ყველაზე სანახაობრივი მებრძოლი, რომელსაც ოდესმე UFC-ს ოქტაგონზე ფეხი დაუდგამს. რასელი ჯასტინისგან და როგორ შეიძლება მოემზადო იმისთვის, ვისთან ბრძოლის შემდეგაც ბევრი მეტოქე აღარ გავს საკუთარ თავს. მისმინე, ერთი რამ რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ მას ჩემნაირთან არასოდეს უბრძოლია. ერთადერთი რაც ჯასტინისგან მინდა, არის ის, რომ ღონისძიებაზე გამოცხადდეს. დანარჩენს კი მე გავაკეთებ. ხვდები რას გულისხმობ? კითხვა ჯასტინს. ცხადია, ყველას სურდა ეს მთავარი ბრძოლის ადგილი. შენ ხარ ამერიკელი. ამ ისტორიულ ქარდზე თეთრ სახლში. შენ ეს არსებითად იანვარშივე განაცხადე. გვირვამ მოუგებ პედის, გააერთიანებ ქამრებს ილიას წინააღმდეგ. გონი მიიღე ის, რაც გინდოდა. რა ემოციებია ახლა ამ ისტორიული მოვლენის წინ? დიახ, ეს ნამდვილად ახდენილი ოცნებაა. იქიდან საიდანაც მე მოვდივარ, ყველანი მოვდივართ საიდანღაც, მაგრამ მე მიყრუებული ადგილიდან მოვდივარ და ჩემი ქვეყნის წარდგენა ამ დონეზე, ჩემი კარიერის ამ მომენტში არის ისეთი რამ, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. ჩემი პირველი ბრძოლა გარეთ იყო და ჩემი ბოლო ბრძოლაც გარეთ იქნება, ასე რომ გიჟური ცხოვრებაა. მე მზად ვიქნები, მზად ვარ ყველაფერი სასწორზე დავდო. ფეხებზე მკიდია მოვუგებ თუ მომიგებს, არ აქვს მნიშვნელობა. იქ შევალ და შევეცდები გავთიშო. 14 ივნისს თეთრი სახლის გაზონზე ფეიერვერკებს მოვაწყობ. ამას გპირდებით. და იცით, ბევრი ამბობს, რომ ილიას ეს გზა შეიძლება იყოს საუკეთესო სამი გამარჯვება, რაც კი ოდესმე გვინახავს UFC-ში. შენ გიბრძოლია მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ მსუბუქწონოსანთან. როგორ გამოიყურება ილია შენ წარსულ მეტოქეებთან შედარებით? დიახ, ფიქრობის ჩემი მეორე ყველაზე რთული გამოცდაა ჰაბიბის შემდეგ. მაგრამ ეს სამი ნოკაუტი, ვოლკანოვსკი, ჰოლოვეი, ოლივეირა, დიახ, ლეგენდარულია. ასე რომ ეს გამარჯვებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის. კითხვა დანასთვის და მთავარი ბრძოლის მონაწილეებისთვის. დანა მგონი გუშინ თქვი, რომ არმან ცარუკიანი იქნება ამ ბრძოლის რეზერვი. შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ და შემდეგ ჯასტინ გეიჯისგან და ილიასგან. თქვენი აზრები ამაზე და პოტენციურად სხვა ადამიანისთვის მომზადებაზე. თუ რამე მოხდება, რაც რა თქმა უნდა იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება. დიახ, სიმართლეა. არანაირი ვერსია არ მაქვს. პირადად მე არ მაინტერესებს ვინ იქნება ჩემს წინ 14 ივნისს. პირველსავე წუთზე ყმას მოვტეხავ. არ აქვს მნიშვნელობა არმანი იქნება თუ ჯასტინი. შემდეგი კითხვა ჯოშთან. იყო საუბარი რომ წეღან პერეირას პირისპირ დაუდექი. რა იყო მანდ მთავარი ჩანაფიქრი? მოვედი რომ გადავყლაპო. თქვენ გაიგებთ იმ დღეს. თქვენ გაიგებთ იმ საათს. პერეირას ოქროს შხაპს მოვუწყო. მე უბრალოდ კი არ მოვიგებ. ვაპირებ ზედ მივაფსა. დედაშენს შეურაცხყოფას მივაყენებ. ეს ტიპი ყველაზე საშიში კაცია პლანეტაზე? ნახეთ როგორ ველაპარაკები, როგორც ჩემს ძალს, როგორც ჩემს ძუკნას. რა გინდა რომ გააკეთო? ვერაფერსაც ვერ იზამ. Não tem nem o que falar, cara. A gente estava na entrevista algumas horas atrás, ele ficou me encarando, frente a frente, eu falei, chama. No meio de todo mundo, ele quer aparecer. Por que ele não fez nada lá? იცით, არაფერი მაქვს სათქმელი ამ ტიპზე. მისმინეთ, დღეს ინტერვიუს ვაძლევდით. ეს ტიპი პირდაპირ ჩემთან მოვიდა და რაღაცეების ლაპარაკი დაიწყო. თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, შამა, რატომ არ გააკეთა არაფერი, როცა იქ ვიყავი? მან შამა თქვა, ის ინგლისურად ლაპარაკობს. მას არც კი სჭირდება რომ ისაუბროს. ის ინგლისურად ლაპარაკობს. ის უბრალოდ შამა. ეი, პატარა ნაბიჭვარო. პატარა ნაბიჭვარო. მე ვარ ნამდვილი BMF ქამრის მფლობელი. პატარა მოკლელილი პუტო. დაეგდე. წადიშე პატარა ნაბიჭვარო, პატარა ლილიპუტი. მოდი აბა ნებისმიერ საჩხუბები, ფეხებზე მკიდია. შენი ბოიფრენდი ლაპარაკობს შენს მაგივრად. Tá deixando o Ilha falar por você, é isso?
ჩემი გამოსვლა. გაიყვანეთ ეს პატარა ნაბიჯვარი. გაიყვანეთ ეს პატარა ლაჩარი. ჯობია წახვიდე და შენი ცოლი მაიამიში იპოვო. ნახვამდის პატარა ნაბიჯვარო. All right, thanks for coming out early for this one. We'll get this stuff out of here and do face-offs. Ilya, გამარჯობა. Thank you, Marcus.